წითელი ზოლი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის გამოშვება ძველი ვაზნა. და არ იყიდი ახალი უკვე რუსების გამოშვებული ვაზნა, შეხედეთ უკვე ზოლი რამსის კი აქვს. აი ამას და აქაც ძალიან წითელია. ამ სამი ვაზნიდან ყველას ჯობია ეს საბჭოთა კავშირის გამოშვებული ვაზნა. აი შეხედეთ. საბჭოთა კავშირის ჩეხური, ეს არის ბანძი, თუმცა ჩეხები კაი ხალხია და ეს არის საბჭოთა კავშირის გამოშვება. პირდაპირ იტყობა. ყველაზე ხარისხიანი ტყვი არის. სამს წამოვიღე ვისროლოთ. ახლა რა უნდა თქვა? ეს არ არის შორსასროლი იარაღი. ეს არის ესწავლოთ 5 მეტრში, 10 მეტრში, 15 მეტრში რა. ისიც ძალიან ყოჩაღები იქნებით 15 მეტრში თუ რამეს გარყე. თუმცა პროფესიონალ სროლებზე ის გათვალისწინებული, თუ ესაუბროთ უნდა ისოთ ბევრი. რომ პისტოლეთის სროლელი თუ ხარ და მაგარი მიზანი გაქვთ, ხო რომ მაკაროვის მსროლელები კიდე ცალკე არიან, ვინც ისვრიან მაგრა. თანა მაკაროვს აქვს ისეთი ცუდი ბეპატრონის თუ შეუვლე თავისი მაკაროვით რაღაც მიზანში მაგრად ისვრის, სხვა იარაღი რომ იწვე, ისვრის სხვანაირად. მე იმის დამუღამებაც აჭირდება. აი თუ გლოკი თქვა 100 ცალი